აგარის პოლიციის უფროსი ბრალის წარდგენის მოლოდინშია. იოსებ გელაშვილს კონტრაბანდული სიგარეტის შენახვა, გადაზიდვას და ცეცხლსროლი იარაღის უკანონო თფლობას ედავებიან. გომელაურის უწყების ჩინოვნიკს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა ბორკილები საკუთარ კაბინეტში დაადეს და ამავე სამუშაო ოთახიდან ამოიღეს დიდი ოდენობით კონტრაბანდული საქონელი. Როგორ შემოჰქონდა ბრალდებულს უაქციზო სიგარეტი ოკუპირებული ტერიტორიიდან და სად ახდენდა მის რეალიზაციას, გიორგი ახალკაცი მუშაობს დილიდან ამ თემაზე და დეტალებით ახლა ის ეთერში. მიშა, ქარელის მუნიციპალიტეტს 10-მდე ოკუპირებული სოფელი ესაზღვრება, სადაც განთავსებული არის ბუნებრივია ქართული საპოლიციო საგუშაგოები, თუმცა როგორც ჩანს, შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანი მაინც ახერხებდა ოკუპირებული ტერიტორიიდან კონტრაბანდული სიგარეტის შემოტანას ქართველი სამართალდამცველების კონტროლებად ტერიტორიაზე და მოგვიანებით მის რეალიზაციას ახერხებდა. არაოფიციალური ინფორმაციით უკანონო არალიცენზირებული სიგარეტი იყიდებოდა სავაჭრო ობიექტებში, კერძოდ ადგილობრივ მაღაზიებში, მათ შორის დაკავებულ მაღალჩინოსნის ოჯახსაც აქვს სოფელ ქვენატკოცაში მაღაზია და როგორც ჩვენ წყარო გვაწვდის ის ინფორმაციას, კონტრაბანდული სიგარეტი სწორედ ამ მაღაზიაშიც იყიდებოდა. ჩვენ დღეს ვესაუბრეთ როგორც ადგილობრივებს, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლებს, მათ განვითარებული მოვლენების არ უკვირთ, ვინაიდან როგორც ამბობენ, პოლიციის მაღალჩინოსნები და ზოგადად ადგილობრივი ჩინოვნიკები კორუფციაში არიან გახვეულები და აკეთებენ იმას, რაც მათ სურთ. თუმცა როგორც ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, დაკავებული მაღალჩინოსარი სავარაუდოდ მარტო არ მოქმედებდა, ვინაიდან შეუძლებელი არის ოკუპირებული ტერიტორიიდან კონტრაბანდული სიგარეტის შემოტანა თანამზრახველების გარეშე, ვინაიდან როგორც გითხარით, ოკუპირებულ ტერიტორიასთან არაერთი ქართული sapolicio საგუშაგო დგას. რამდენი ხნის განმავლობაში მუშაობდა პოლიციაში? დიდი ხანი მუშაობს ეგ. რა მოხდა, რატო იყვნენ პოლიციელები? ასევე გითხრა, რაც ხალხმა შეეკითხეს, ასე გეკითხები, ისე პოლიცია იყო, ყველა არ იქნებოდა პოლიცია. გელაშვილის მაღაზია არ არის? კი, ხო. აქ არის პოლიციის უფროსი. დედამისი და მამამისი მუშაობს, მე ის არ მინახე. კონტრაბანდული სიგარეტი იყიდებოდა? არასოდეს მე ეგრეთი რაღაცა არ აი თქვენგან მესმის ეგ პირველი. იცოდით რომ პოლიციის უფროსის მაღაზია იყო? მშობლების ბიჭი რო პოლიციაში მუშაობს, ეგ ვიცი. თუ რა თქმა უნდა კონტრაბანდა სახეზეა, ეს კავშირები რა თქმა უნდა საიდანაც შემოდის, თუ არ გაქვს კონკრეტულ პირებთან ურთიერთობა, შეუძლებელია. შესაძლოა პოლიციის მაღალჩინოსნები თანამშრომლობდნენ დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან? თუ ეს სიმართლე შეესაბამება, რა თქმა უნდა სხვა ლოგიკურად როგორ შეიძლება. ჩვენ დიდი ხანია ვამბობთ, რომ საქართველოს ხელისუფლება თანამშრომლობს რუსეთის ფედერაციასთან და ეს ფაქტი ზუსტად ადასტურებს იმას, რომ კონტრაბანდა შემოდიოდა სწორედ ხელისუფლების წარმომადგენლების მფარველობით. გამოძიება რომ შესაბამისად წარიმართოს და ამის პოლიტიკური ნება რომ არსებობდეს, სხვა მაღალჩინოსნებიც იქნებიან გამოვლენილები, რომლებიც უშუალოდ ხელმძღვანელობდნენ და მფარველობდნენ ამ დანაშაულს. იოსებ გელაშვილი აგარის პოლიციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ბოლო 1 წლის განმავლობაში მუშაობდა. მას ხელბორკილები საკუთარმა კოლეგებმა მისავე კაბინეტში დაადეს. ამავე ოთახიდან არის ამოღებული უაქციზო სიგარეტი, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით საკმაოდ დიდი ოდენობისაა. ჩხრეკისას სამართალდამცველებმა პოლიციის მაღალჩინოსნის ოთახში ასევე აღმოაჩინეს უკანონო იარაღი. ახლა დაკავებული გადაყვანილი არის წინასწარი მოთავსების იზოლატორში და ბრალის ოფიციალურად წარდგენას ემუქრება. იმ შემთხვევაში თუ მას დაუმტკიცდება ბრალი და დანაშაული, რომლის ჩადენასაც ედავებიან, შესაძლოა ციხეში გატარება 8 წლამდე ვადით მოუწიოს.